დანაყელში გამომისვა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ახალ დეტალებს დავაპიროს დაჭრილი ლევან შაბურიშვილი უყვება. იხსენებს იმ მძიმე ღამეს, რომელიც თემქაზე მის სახლში განვითარდა. ამბობს, რომ დაკავებულებს არ იცნობდა და სახლში მისი მეგობრის თხოვნით მიიწვია. ლევან შაბურიშვილმა არ იცის, რატომ მოკლა 25 წლის მიშო მელიქიშვილი ნიკა ნარიმანიძემ, თუმცა ფიქრობს, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან დამნაშავეებს ბენზინი და ცივი იარაღი თან ჰქონდათ. კიდევ რას ამბობს მუხტარ საზარელ მკვლელობაზე დაჭრილი ლევან შაბურიშვილის სოფონიაური მოგოყვება. დიახ, საზარელი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე ლევან შაბურიშვილი კლინიკიდან გუშინ გვიან საღამოს გაწარეს და ის ჩვენთან საუბარში იხსენებს მომხდარის დეტალებს, მას გახსენება უჭირს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ვერ საუბრობს ვერსიებზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის მოტივი. როგორც ლევან შაბურიშვილი ჩვენთან საუბარში ყვება, მან პირველად ნახა ნიკა ნარიმანიძე და მისი თანხმლები მეგობარი გოგონა მის საცხოვრებელ ბინაში და ისინი მოხვდნენ სწორედ მისი მეგობრის შაკო მელიქიშვილის მიშო მელიქიშვილის მეშვეობით მის საცხოვრებელ ბინაში. ლევან შაბურიშვილი ჩვენთან საუბარში ყვება, რომ მას შემდეგ რაც მან გადაწყვიტა დაძინება და მისაღებ ოთახში დატოვა მისი მეგობარი მიშო მელიქიშვილი ნიკა ნარიმანიძესთან ერთად, რამდენიმე წუთში მას შემოესმა ყვირილი, როდესაც მიშო მელიქიშვილი ითხოვდა შველას. შემდეგ გასულს უკვე ლევან შაბურიშვილს მიშო მელიქიშვილი მისი მეგობარი დახვდა გარდაცვლილი, ყელგამოჭრილი და ამის შემდეგ უკვე რაც ნიკა ნარიმანიძე შეეცადა, რომ მოეშორებინა მთავარი მოწმე ამ საქმის, ის შეეცადა უკვე გაქცევას. 10 ეკლდა უკვე რაღაც წუთები, რომ დაწყებულიყო და ეხლა ეს გოგო მე თქვა, რომ აქ შენთან ჩემთან დაბლა ეკლესია. ეკლესიასთან ცხოვრობს ახლოს კორპუსშიო და გადავაცილებო. და მე ამობრუნდები უკანო. ვეღარ ვაცებ წასვლას თუ რაღაცა კაი დარჩეს თქო. მიშოს უთხარ რა პრობლემაა თქო. ვიდო შეულებრივად საჭმელი ვჭამეთ მე, ანუ რომ მობრუნდა ეს გოგო რო გააცილა. დავჯექით რაღაც და მე მეუთხარი რომ უნდა დავიძინო თქო რა, ხვალ სამსახურში ადრე მივდივარ თქო და თქვენ იყავით თქო და მიშოს უთხარი აგერ შენ ლოგინი გავუმზადე ერთ ზალაში, ის ბიჭს იქით მეორე პატარა საძინები, სადაც ეს მკვლელობა მოხდა. და წამოვწექი. ხოთაშორის ერთხელ შემომძახასავით ეხლა რომ ვიხსენებ, გუშინაც ვიხსენებდი ამ ბიჭმა რომ გძინავსო და კითხო არ მეძინა ტელეფონში რაღაცებს უყურებდი. ამასობაში მე მომესმა კარების ხმა. არც კაკუნი და არაფერი, ჩვეულებრივ კარების ხმა, რომ წამოვდექი და გავედი ისე და უკვე ეს გოგო იყო ხელმეორედ მობრუნებული. სადღაც ალბათ აი ახალი ჩაძინებული ვისკე რო ხარ და ხმა შემომესმა რა და წამოხვდი. წამოხვდი, შევარდი და უკვე შუქები ჩამქრალი იყო რა, ძალიან სახში არ იყო შუქი, გლოჯი ჩამქრალი იყო. შევედი, მიშო იყო დავარდნილი. გლოჯის და საძინებლის შუაში კარებში ჩავარდნილი იყო და მეთქი ცუდად გახდა და ესე მიშოს უთხარი, მიშო მეთქი და რომ გადმოვაბრუნე, უკვე სისხლები ქონდა და მივხვდი რომ აქ არისო კარგა საქმე. არ არის გამორიცხული, რომ ლევან შაბურიშვილის ჩვენების შემდეგ, რომელიც მას სამართალდამცველებს უკვე მისცა, 21 წლის დაკავებულ გოგონას ამ საქმეზე, რომელსაც ბრალად საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება, ბრალი გადაუკვალიფიცირდეს, ვინაიდან როგორც ლევან შაბურიშვილი ჩვენთან საუბარში ყვება და რაც ჩვენებაც მას სამართალდამცველებს მისცა, არის ის, რომ გოგონა, რომელიც ნიკა ნარიმანიძეს ეხმარებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, არაერთხელ გავიდა სახლიდან გაურკვეველი მოტივით და არაერთხელ დაბრუნდა უკან ანუ გაურკვეველი ნივთებით ხელში, გაურკვეველი ცელოფნით ხელში ლევან შაბურიშვილს აძლევს ამის თქმის საფუძველს სწორედ ის ბენზინი, რომელიც გოგონამ სავარაუდოდ ცელოფნით მიიტანა ბინაში, რომელიც უკვე ნიკა ნარიმანიძემ გამოიყენა კვალის დაფარვის მიზნით და წაუკიდა სახლს ცეცხლი. კარებს მივახლოვდი, სათავშორის კარები ღია იყო, არ იყო ჩაკეტილი. და ამ გოგოს უთხრა, რომ დამეხმარეო შიგნით შემოვაგდოთო რა, ანუ გარეთ არ გაგვიქცეს. აქედან მაწვებოდა, რომ შიგნით შემოვარდნილიყავი, ჯაჩოზე იდგა კარების. დავსხტი მე მაინც და გავარდი მე პადიესში. იცი, წინასწარ ქონდათ მიშოს მოკლა განზრახული, ესე ამასაც ვერ ვამბობ და ვერ აი არც მინდა ვიფიქრო და არც მჯერა, მაგრამ საფუძველი რაღაცა ეჭვებს ის მიჩენს, რომ
აი ეს ბენზინი რატო გქონდათ? კაი მიშო უკვე მიხვდნენ რომ გადარცვლილი იყო, გაიქცნენ, ბენზინს რატო ხასხავდნენ, იცოდნენ რომ მე ცოცხალი მოწმე გავეკეცი ხო ბოლო და ვიტყოდი და სახეზე ვიცოდი და დღემდე ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ მსგავსი შეკამათება იქ არ მომხდარა. არც ხმამაღლა კამა საერთოდ არაფერი და მე პირველად ვნახე და ეს გოგოც თავისთავად პირველად ვნახე და ეხლა რომ ვიხსენებ რაღაცებს ხო სუფრაზე რო იჯდა ერთი ორჯერ ეს გოგო ადგა ტელეფონი აიღო ჩემ მეგობარს უნდა დაველაპარაკო სადარბაზოში გავიდა მე შემოbrunდა შეება განზრახული ისაც გქონათ მაგათ თქვათ რომ მიშო უკვე რომ გამოჭრეს დავარდა უკვე და უბრალოდ მიშო მოასწრო დაყირება და მეც არ ვიყავი ღრმად ჩაძინებული და მიშოს რა დაეყვირა შეიძლება იმას მიშოს იქ მოკლავდნენ და შემოbrunდებოდნენ და მე შეიძლება საძინებელში მოვეკალი ისე ჩვეულებრივად და ან რა ვიცი სახცას წაუკიდებდნენ თუ რავი რა არ ვიცი საქმეზე ამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე საგამოძიებო უწყება გამოძიებას 3 მუხლით აწარმოებს ამჟამად დაკავებულია ორივე ბრალდებული 21 წლის გოგონა და ნიკა ნარიმანიძე რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა მას 17-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება რაც შეეხება გოგონას მას საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე ედავება დანაშაულის დაფარვას რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ორივე მათგანი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისში და ახალი დეტალები პირველების ეთერში სოფონიაური საუბრობდა.